რატომ იკეთებენ მორბენალები შაქრის ანალიზს ინტერვალების სირბილის დროს? Ოდესმე გინახია მორბენალი, რომელიც ინტერვალის შესრულების შემდგომ თითიდან იღებს სისხლს და იკეთებს შაქრის ანალიზს, ალბათ გაიფიქრებდი, რატომ შვება ამას? დიაბეტი აქვს? არა. ზოგ შემთხვევაში ის უბრალოდ ცდილობს გაიგოს რა ხდება მის ორგანიზმში, როდესაც ის ძალიან დიდი ინტენსივობით დარბის. მოდი თავიდან დავიწყოთ. როდესაც 10 კილომეტრს ნელა დარბიხარ, შენს ორგანიზმს ენერგია დაახლოებით თანაბარი ტემპით სჭირდება, მაგრამ როდესაც დარბიხარ 400 მეტრს თითქმის მაქსიმალური სიჩქარით, აქ ყველაფერი პირიქითაა. ამ დროს კუნთებს ენერგია ახლავე და ამ წამს სჭირდება. და ამ ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყარო გლუკოზა, მარტივად რო თქვათ შაქარი, რომელსაც შენი ორგანიზმი საწვავად იყენებს. მაგრამ ახლა იწყება ყველაზე საინტერესო მომენტი. შენ ალბათ ლოგიკურად იფიქრებდი, რომ თუ კი სირბილის დროს ორგანიზმი შაქარს წვავს, მაშინ გამოდის, რომ სისხლში შაქრის დონე უნდა კლებულობდეს. არა, ჩვენი ორგანიზმი ასე არ მუშაობს. როდესაც მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობთ, ჩვენი ორგანიზმი ხვდება, რომ ენერგიის მოთხოვნილება უეცრად გაიზარდა. ამ დროს აქტიურდება სტრესის საპასუხო სისტემა და აქტიურდება ისეთი ჰორმონები, როგორებიცაა მაგალითად ადრენალინი. გააქტიურებული ადრენალინი კი ღვიძლს ეუბნება, რომ საწვავი გჭირდება ახლავე. ღვიძლში შენახული გლიკოგენი, ანუ გლუკოზის შენახული ფორმა კი იშლება და სისხლში გლუკოზა გადადის. შესაბამისად, ამ დროს ორი რამ ხდება ერთდროულად. ჩვენი კუნთები სისხლიდან იღებენ გლუკოზას და მას ხარჯავენ, ხოლო ჩვენი ღვიძლი ჩვენ სისხლში გზავნის დამატებით გლუკოზას. ამიტომ ძალიან ინტენსიური ვარჯიშების შემდგომ სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი არის ის, რომ შენ სისხლში შაქრის დონე მომატებული იყოს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენს ორგანიზმში რაიმე ცუდი ხდება. პირიქით, ეს შეიძლება იყოს შენი ორგანიზმის მცდელობა, რომ მაღალი ინტენსიური დატვირთვების დროს შენ ორგანიზმს საწვავი არასდროს არ მოაკლდეს. სწორედ ამიტომ პროფესიონალი ათლეტები ხშირად აკვირდებიან გლუკოზის დონეს მათ სისხლში ვარჯიშის წინ, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდგომაც. რადგან ერთი შეხედვით უბრალოდ ციფრი თუ რამდენია ჩვენი შაქარი შეიძლება იყოს ყველაზე დიდი პასუხი იმისა, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი მაღალ დატვირთვებზე. და სწორედ ეს არის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელსაც უბრალოდ მაყურებლები ვერ ხედავენ. შენ უბრალოდ არ დარბიხარ. შენი ორგანიზმი სირბილის დროს მილიარდობით პატარა დეტალს მართავს იმისათვის, რომ შენ კიდევ ერთი დამატებითი ინტერვალი შეასრულო.